ტექსტის შექმნის დროს ჩვენ ვიცით, რომ მნიშვნელოვანია სამი მთავარი ასპექტის გათვალისწინება. პირველი ეს არის ესე იგი ის რომ მწერალმა უნდა შექმნას ყოველ შემთხვევაში უნდა სცადოს რომ შექმნას საკუთარი ენა, ისეთი ენა რომელიც მისია პირადად და ოდესაც ნებისმიერი მკითხველი გადაშლის წიგნს უნდა მიხვდეს რომ ეს ამ მწერალს ეკუთვნის. ესა თუ ის ტექსტი გარეკანის უნახავად ასეთი რამის გაკეთება ყველა მწერალს არ შეუძლია, მაგრამ ძლიერ და დიდ მწერლებს შეუძლიათ ხოლმე რომ სამი მთავარი მოთხოვნიდან ეს ერთ-ერთი შეასრულონ. მეორე ეს არის პერსონაჟის შექმნა, ისეთი პერსონაჟის შექმნა, როგორიც მანამდე სხვას არავის არ გამოუგონებია, ასე ვთქვათ. ასეთი ტიპის პერსონაჟის შექმნა თითქოს რთულია და ვიღაც იფიქრებს, რომ როგორ ასეთი პერსონაჟი გან არ არსებობდა, მაგრამ არ არსებობდა. კი, შეიძლება манипуляტორი ტიპაჟები ბევრი ყოფილა შექმნილი, რა ვიცი, და ათეულობით და ასეულობით წლის განმავლობაში, მაგრამ მიხეილ ჯავახიშვილმა შექმნა ისეთი კვაჭი კვაჭანტირაძე, როგორც არის მხოლოდ კვაჭი კვაჭანტირაძე და არა სხვა. ამიტომ ისეთი ჯაყოს შექმნა, ისეთი ანა კარენინას შექმნა, ისეთი, რა ვიცი, მიჩინიოს შექმნა და ასე შემდეგ, რომ მხოლოდ ის იყოს თვითონ და არ იყოს სხვისი ასლი, ეს არის მწერლის მეორე მთავარი გამოწვევა, ამიტომ ნებისმიერი მწერალი, თუნდაც რომ ის დიდი მწერალიც გახდეს, ამ მეორე პუნქტსაც უნდა აკმაყოფილებდეს და შექმნას მინიმუმ ერთი ასეთი ტიპაჟი. და მესამე მნიშვნელოვანი არის ის, რომ მწერალმა უნდა მოახერხოს და შექმნას გარემო და შექმნას საკუთარი სამყარო ისე, რომ პირობითად ჩვენ ორნი უყურებდეთ ერთსა და იმავე პეიზაჟს, მაგრამ იქ დაინახოს რაღაცა სხვანაირი სწორედ მწერალმა ისე, რისი დანახვაც მე არ შემიძლია. ამიტომ ფენტეზი ჟანრში მომუშავე ავტორებისთვის ეს პირდაპირი მოთხოვნა, იმიტომ რომ ფენტეზი იწყება იმით, რომ ჯერ ქმნის სამყაროს და შემდგომ ქმნი უკვე და იმ სამყაროში ამბავს. ამითი არის განსხვავებული რეალური ტექსტებისგან ფენტეზი, რომ სამყაროს სრულად შენი შექმნილი უნდა იყოს, მაგრამ პირობითად ნებისმიერი ტექსტის შექმნის დროსაც კი უნდა სამყარო იყოს შენი თვალით დანახული. ეხლა ხშირად ჩემს მიერ ნახსენები სამანიშვილის დედინაცვალი ეს არის კლასიკურად თითქოს ზემო იმერეთი, რომელიც ყველას აქვს ნანახი. მათ შორის კლდიაშვილის თანამედროვეებსაც ყველაფერი ჰქონდათ ნანახი, მაგრამ სწორედ ისეთი სამყაროს შექმნა და ისეთი მოცემულობის შექმნა და ისეთი გარემოს შექმნა, როგორცაც ახერხებს და კლდიაშვილი მხოლოდ მას შეუძლია გააკეთოს და არა სხვა ნებისმიერს. ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რომ მესამე მოთხოვნა მთავარი ეს არის გარემოს შექმნა.